დისერტა და სულისერტა. შეგვეძიოს დღევანდელი წმინდანები და მათ შორის არის დავით მეფე, რომელიც ცხოვრობდა 3000 წლის და მის მიერ დაწერილია ფსალმუნები და ვისაც მისვეებული გვაქვს, კითხულობენ 118 ფსალმუნს, ქვია მე-17 კანონი. თუმცა ვინმე სულგრად ავადამყავს თუ ყავს ოჯახში, კითხულობენ 99 ფსალმუნს, დიდ საღამოს. კარგია კიდევ 26 ფსალმუნის კითხვა და აი მწუხარების დროსაც თუ წაიკითხავს ისეთი ფსალმუნებია, რომ შვებას გაძლევს. მაგრამ ეს ყველაფერი უნდა ხდებოდეს მოზღვის კუთხეებით და მოწვალი კიდე რატომ ასაჭიროა ეს არის იაკობ მოციქულის სცენების დღე. ეს იოსებ დამწინდელი შვილი იყო. ესე იგი ძმა უფლისა შეეძიოს მას თხოვენ განსაკუთრებით თისახულებისათვის, იმიტომ იყო პირველი ეპისკოპოსი იერუსალიმის პირველი თისახული იყო. ეპისკოპოსი და პატრიარქი და შეეძიოს ყველა თისახულს და მოუყავს მაგალითი საბჭოთა საქართველოში როგორი დაცინვა იყო თისახულების, მაგრამ საერთოდ იყო ამოღებული ღმერთი ამეთ ისე თქვა მინდა რომ აი ეს რაღაცა როგორია რომ ქართველი რო ხარ რატო გონია იმიტომ დიდი წასული გაქვს. მაგრამ აი ეს 70 წელი დიდი ხანი გასულა ქართულ ენაზე რო გეთქვა რომ ღმერთი არის ღიჟი გავდი ჩამოჩენილი და ღმერთი იყო ამოღებული და მით უმეტეს ღვთისახური ვინ იყო და ეს დაცინვა იყო სამდობების, მაგრამ ახლა რა ხდება მოქმედების თავისუფლება და შეგიძლია თერთმეტ ლაპარაკობა ვინ არის ღვთისახურები. მისი ღვთისახურის ხელით ეს იგი ნართობით ხდები ეკლესიის წევრი. ღვთისახურის ხელით ხდება აღსარება, ზიარება. ესაა ყველა დიდი საიდუმლოება თუ ქრისტიანი ხარ და ამას ხედავ პრაქტიკულად 99 წლიდან მონასტერში ვარ ამსარებელი რომ მიდრეკილება ძამისკენ, ლოთობისკენ, ეს ნერვოზი, ზრდილობა, ეშკოთი, დავადებული ადამიანები განკურნება მონასტერში. მორჩილებით, პროცვით, მახვით, ზიარებით. და მადლობა ამას ამის საშუალება გვაქვს ერაშიც, იმიტომ რომ არის ქვეყანა, ამიტომ ისე გამეორე მის სახელით. სადაც მართლმადიდებელი მოზღები დახვიდეს და კონცერტებს აწვევდნენ, არის ჩანაწერი. უკრაინა რასაც ქვია. კონცერტებს აწვევდნენ ტაძრებში. აი დღეს არ გასულა ამდენი ხანი და ეს კიდევ ნახოთ ინტერნეტში რომ უკრაინაში ტაძრებში აწვევდნენ კონცერტებს მეტალისტები თუ ვიღაცები და დახვიდეს ბერები, მკვლები და ღვთისახურები. მაგრამ ეს იქნება ყოველთვის სანამ არ იქნება მძღოლი მოსვლა. ახაც არიან მასმედიები, რომლებსაც მაინც ის ღვთისახურები გამოყავდისას ძვირფასი მანქანა ყავს, ეს სასახლე აქვს. თუ ისე არ იტყვის თათარეჯიბრები არიან, იმიტომ რომ ახლა გდელი ემსახურება ღმერთსა, ლიბერალები ემსახურებიან ეშმაკს. და მაგრამ არჩევანის საშუალება გვაქვს. შეადმამბო რომ ადამიანი იმას ჭამს და იმას ხამს, თუ არჩევანის საშუალება აქვს, რაც მოწონს. გიყვარს ღმერთი, ყველაფერი გააკეთეს, მაღაზიაზე იქნება კინო თუ დოკუმენტური ფილმებიც არის. როგორ დაიწვა სოდომ გომორი, როგორ მოხდა წაუნა, არის წმინდა დაცხოვრებები, აი შეადმამბო ქრისტიანულ მოთმინებს, იმიტომ რომ დავით მეფეზეა, მისი ხსენებაც არის დღეს, წმინდანებზეა, ღმერთზეა და მადლობა ამის საშუალება გვაქვს. დღეს კიდე არის 14000 ამოწყდა როდის ეს როცა ქრისტე დაიბადა მოგვებმა უთხრეს მეფე ჰეროდეს რომ მეფე იშვებაო დედამიწაზეო და მეფემ კიდე უთხრა რომ როცა ნახავთო იმ მეფესო იმ ბავშვსო მე მითხარითო და ამათ არ უთხრეს და ამ ჰეროდემ ბრძანება გასცა რომ 2 წლამდე ბავშვები ბიჭები ყველა დაეხოცა და 14000 ეწამა ერთ დღეს ჰეროდეს ბრძანები და ეს იმათ რას თხოვენ ამ 14000 მოწვეულებს. აი ვისაც აბორტია გაკეთებული ბავშვებისთვის უნდა ვილოცოთ. ასევე ვინც რსულად არის რომ ის ბავშვი ჯამთელი იყოს იმ 14000 ამოწოდებ ბავშვებს თხოვენ და ასევე განსაცდელი წოხარების დროს თხოვენ იმ 14000 წმინდანებს. დღეს კიდევ ისიხსენება იოსებ დამწინდველის დამწინდელი და რას თხოვენ იოსებ დამწინდველს? თხოვენ ოჯახურ კეთილდღეობას, თხოვენ ბავშვების აღზრდაში დახმარებას. იმიტომ რომ თვითონ
აღზრდილი იყო უფლის 30 წლამდე მის ოჯახში ხურო იყო და მაგრამ შაბათობით 10 შაბათი იყო ეს დასვენების დღე და იყავდა სინაგოგაში და ამ იოსებ დაწვიდოს თხოვენ ბავშვები გაეზარდონ კეთილები, მორწმუნეები და როცა არ გისმენს ბავშვი იქნება თუ მეუღლე იქნება მოგილოთობიდება, ზებიწანიდება და მიმართოთ ღმერთსა და წმინდანებსა და შეგვეციოს იოსებ დამწვიდელი, იაკობ მოციქული, დავით მეფსამუნე ღმერთმა მოსწდა დავით მეფსამუნეს კიდე რაში თხოვენ დახმარებას თვითონ ხო უფროსი იყო, მეფე იყო რომ ხელისუფლებას მიესწეს იმის სიბზნე რომ ქართული არ გაბოდეს საქართველოს და რა ვაჩვენ სულ პატარა, სულ ცოტა რაოდენობით და რა მოხდა ისეთი რომ ისეთი პირობები შეიქმნა საქართველოში რომ ქართული არ გაბოდეს საქართველოში. ასევე ამას უცებ ლაპარაკობ ხელისუფლებაზე, ზოგს გონია რომ ესე იგი ოპოზიცია სუპერი უნდა ვიყო, ეს მასმედიამ გააკეთა რა რუსეთი თუ გიყვას ევროკავშირი უნდა გწუდეს, ევროკავშირი თუ გიყვას რუსეთი უნდა გწუდეს, მაგრამ ესენი არიან ის ხალხი ვისაც ღმერთია ან რუსეთი ან ევროკავშირი, მე რუსების მეყვას, ფრანგების, ესპანელების მაგრამ როცა ვიღაცა გიყვას და ვიღაცა გძოს ეს არის არაქრისტიანული, არაადამიანური, არაკაცური. აი მე რო სოხუმელი ვარ, შეადმამბობ, რომ რას მიშველის სახა მე თუ დავერი აქ მის მოდის ნომრები რუსებს ეს ხო თან სასაცილოა და ვინც ახლა ვინც ვებს იგინება რუსების არმია. 2008 წელს ის მოხდა რა ქვია, ტრაგედია რუსებისგან. რუს ტურისტებს უწევდნენ იმას, რა ქვია, რეკლამას. ასევე ზოგი რო გაღაზიანებული არაბებზე, ახლა თუ იმ არაბს ვინც არის ჩამოსული თუ ცუდად მოიქცევი, თქვენ წარმოიდგინეთ, რამდენი ქართული ცხოვრობს რუსეთში, რამდენი დადის მუსულმან ქვეყნებში, თურქეთში ან სხვაგან. იმ ქართულებს ასუზამენ. ცუდა ადამიანს ხომ დაგონდეს თავი იმიტომ მაქვს, რომ გონება აქვს. მოეთა მოგჩეს განჯის უნარი, ჩვენ ყველაფერი უნდა მოვთხოვოთ ხელისუფლებას, რაც მიგაჩნია მართებულად. და ამის საშუალება გვაქვს. ჩვენთან არც ღმერთი არც დაიყოს.